ისე რამდენი პირამიდული სქემა იყო. იქ მახსოვს იყო Qnet-ი, კომპანია საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა და რა გაუხდა სახელმწიფოს, რომ დაიცვას ხალხი თაღლითებისგან. იცი რა, თითქოს რაღაც რეგულაციები არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისი არ არის. მართალია ეს ადამიანები თვითონაც უნდა მიხვდნენ, როდესაც რაღაცა თაღლითურ სქემას ეხება საქმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადვილი შესამჩნევია, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა რომ დაიცვას მისი მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის თაღლითობებისგან და თვითონვე დროულად გამოვიდეს. ადამიანებს ალბათ რაღაც მომენტში უნდათ რომ თავიანთი დანაზოგი დააბანდონ და რაღაცა იქიდან სარგებელი ნახონ, ხო, ინვესტიცია გააკეთონ და სად არის ყველაზე სანდო ფულის დაბანდების გზა. სურვილი შეიძლება არის რომ მოკლე დროში ცოტა მეტი ამონაგები ნახო, მაგრამ როგორც წესი მაღალი რისკი დაკავშირებულია საფრთხესთანაც, ხო? როცა მაღალ რისკიან პროდუქტებში დებ შენ ფულს, შეიძლება ეს ფული დაკარგოს საერთოდ. ამიტომ თუ თქვათ აი რაღაცა საინვესტიციო კომპანიებში ან რაღაცა აქციებში თქვათ რაღაცა უცხოური კომპანიების აქციებს ყიდულობ, ყოველთვის ჯობია რომ ლიცენზირებულ ბროკერებს ენდო, ან იგივე კომერციულ ბანკებს, რომლებსაც აქვს სხვადასხვა როგორც საინვესტიციო ასევე სადეპოზიტო პროდუქტები, მაგალითად ანაბრები, ხო? კარგი ხანი არ ქონია ჩვენ შემთხვევაში რაღაც ბანკი გაკოწდა და ხალხს ფული ვერ დაუბრუნა. თუ მცირე დანაზოგი აქ შეგროვება უნდა ფულის, ჯობია რომ ამ შემთხვევაში ლიცენზირებულ და რეგულირებულ ეროვნული ბანკის რეგულირებულ ინსტიტუტებს ენდო. და იცი რა მაინტერესებს კიდე?